ქრისტინე კიდე ყველაზე მოკრძალებული ნაშაა, ვინც კი მინახავს. ნაშა არა რა. ქრისტინეს გარეგნობა და ჩაცმულობა საერთოდ არ შეესაბამება მის ცხოვრებისეულ კონცეფციას. ეს ლამაზი გოგო ლიკაა. გამარჯობა. გამარჯობა. დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს ჩვენი სტუმრებისთვის. შემიძლია შემოგთავაზოთ დღის უგემრიელესი მკერდი. ბატონო? შემიძლია შემოგთავაზოთ დღის უგემრიელესი კერძი. დაჯავშნილი გაქვთ მაგიდა? არა. ბატონ დუტასთან ვარ. სამსახური შემოვთავაზა და ბატონ დუტას ახლა არცალია, შეგიძლიათ აქ დაელოდოთ. რამდენი ჯავშენია დღეს? 4 სამკაციანი და 2 ორკაციანი ჯერჯერობით. მეგრე მითხარი გუშინდა და საბოლოო ჯამში იმდენი ხალხი მომდა რომ გადაიტანა მთელი დაფაზე. ხო. რა გჭირშენ? ჩემი ვალერი წავიდა ავღანეთში ჯარში. რომელი შენი? მოიცა მაგვალერი სოდაშორდე. კი დავშორდით, მაგრამ ჩემი ურიშვილის მამა. ეს ქალები რით ვერ მივხვდით რომ ხანდახან კაცების გარშე ცხოვრება ბევრად უფრო უკეთესია. ხო, ვიცი. ხო დუდა? ალო, ლიკა. მომისმინე? ეხა ჩვენთან მოდის ქალაქ განათების უფროსი. რის უფროსი? ქალაქის გარე განათების უფროსი, მამუკა ჯაში. დუდა. დუდა. მუშაობ. დაბადების დღეა. ნორმალურები ხარ. რა ამბავი მომწყვეტ. გადაწყვეტ თელევიზორში. ჩვენი ბრალი არ არის ლიკა. რა ჭირს ამას? მაგარბადენმა დაარტყა. ჯერ ზემოთ აგდო და მე უკან ჩამოვა. ნორმალურები ხარ. აუდიო, ყველაფერი კარგად არის. წადი რა სახში რა. არა ხალბატონი და ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ ცოტა მაგანკალებს და ყურებიდან სისხლი მომდის. ვაგზელებ მუშაობას, ყველაფერი კარგად არის. გამარჯობა. გამარჯობა. ბატონ დუტასთან ვარ. მამუკა ჯაში. ძალიან სასიამოვნოა. დუტა უკვე აქ არის, გელოდებათ და წავუყევით. ბატონო მამუკა, გამარჯობა. ბატონი დავითი როგორ ბრძანდება? არაჩვეულებრივ. გამარჯობა. გამარჯობა. დაჯავშნილი გაქვთ მაგით? არა, დათოსთან ვარ. ანუ ქალბატონ ეთერისთან? დიახ. კარგი, მაშინ წავწეროთ. წავიდა. გამარჯობა. მე ჯიმა ვარ. ვიცი, 9 თვე აქ მუშაობ და ვიცი თქვენი სახელი. სინათლე ხო. ზეშენ რა მაგარი თქვენობით რომ მელაპარაკე. ეგრე არავინ არ მელაპარაკე. ბანკის გან. აი ხო შევდივარ. მარტო ის გოგოები მელაპარაკებიან ხოლმე. ბატონო ჯიმაო. ბატონო დუტა, ბატონო ჯიმა. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის ყველაზე პრესტიჟულ რესტორან ლე ფიგაროში. თქვენთან უფროსი ვინ არის? ბატონო? უფროსი არ ყავს გოგო? პატრონი არ ყავს? კი, როგორ არა, ქალბატონი ლიკა, დაუწახებ ახლა. მიდი. თქვენ მანამდე იქით დასხედით. აქ ჩვენი საქმეა, რასაც ვიზამთ. აი დონიკუჩი. ვაი, მე არ ვიცი, შეფუთული მოგეცი პირდაპირ შენ. ხო და დაურეკე და კითხე რა დევს თქო. კაი, 1000 ჯერ დაურეკე უკვე. ხო, კაი, დაურეკე. ლიკა. ის კაცი მოვიდა გელოდება უკვე აქ არის, მომღერალი. ბუსეკა. აი. მივთვით. აი, დუტაც. დუტა. ვა, კონკურენტებს ახლა ვარ. როგორ ახლა? მშვიდობა. ჯიმა, როგორ ახარ? ჭირე. პარჯიში დაიწყე? აი, კოპიკე. ტრაპეცი. ჯიმა! დუტა. ჯიმა!
Alors on danse. გასაგებია? დიახ. ეს ნაშა რატომ პასუხობს მარტო? ნაშა არა რა. ხარ ნაშაში? არ ვარ. ნაშა ხარ. ნაშა ხარ მეთქი. თქვი რომ არა. თქვი რომ არა. იმა არ უნდა ორ კარს გაღება და საერთოდ რომ მიიღებ კარს, გითხარ. ლაქვია მას ის გაიჭრაკირო აქ. ქრისტინე. ქრისტინე. დიახ. გამარჯობა, ჩემო კარგო, ყავა მომიტანა და კრუასანი და და იმას დაუძახე, რა ქვია. ის ჩვენ მენეჯერი როა რა ქვია, უხასიათო კაცო, პლარეზიანი. ლიკა. ლიკა, ხო. კი ბატონო. ისმინე, ხوار დაგეხმარა. არა, რა უნდა დამეხ. მაინც დაგეხმარა. გამარჯობა. გაუმარჯოს. ორგაზიანი მაგიდა გვიდა თუ შეიძლება. მეორე სად არის? ოღა. რომ მოვა მე მოდი. ეს რა პასუხია? აბა ადგილს ვერ ხედავ? არ გამაცილე? კაცებს არ ვაცილე. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლეფიგაროში. ორგაზიანი მაგიდა გვიდა. კი ბატონო, ახლა მიგაცილებთ. თუ გინდა მე გავაცილე. თქვენ არა. გოგონამ გამოცილოთ. წამოგბრძანდით. გოგონამ გამაცილე. გოგოებო, მოკლედ უტა ძალიან კმაყოფილია თქვენი მუშაობით. მეც აქ ვარ და მინდა რომ დღეიდან ერთად ვისმენოთ ლაფიგაროზე. ლეფიგაროზე. რაფერ? დეიკიდეთ, გააგრძელეთ. მოკლედ ლიკა, მოდი ის პატარა ინციდენტი დავივიწყოთ და თქვენობით აღარ ვისაუბროთ. კი ბატონო თამუნა. თამუსია დამიწახე რა. კარგი თამუსია, მოდი საქმეზე გადავიდეთ, ხო? მოკლედ მე მინდა რომ ამ რესტორანს კონდეს თავის ოდნავები. რაფერ? ის რაც მე 4 წლის წინ გავაუქმე. აი ძალიან კარგი 10 წელია უკვე ვიყენებ ადნაკლასნიკებს და თუ ვინმე მაგარი ტიპი გავიცანი, ყველა მანდ გავიცანი. თან აი მენიუდან ხაჭაპურს და რაღაცებს, საჭმელებს, ფოტკებს გადავიღებ და ავტვირთობ, ძალიან მაგარი იქნება. თამუსი, ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი Facebook-ის გვერდი და არ ამგონია რომ ახალი სოციალური ქსელის გამოყენება ღირდეს. თან ქრისტინემაც კი 4 წლის წინ გააუქმა. და ჩვენ აქ ხაჭაპურებს არ ვაკეთებთ. ქრისტინა ძალიან გთხოვთ მოუტანო მენიუ თამუსის რომ გადახედოს. კი, რა თქმა უნდა. ბატონო. მალხაზ? რა შენი საქმეა, მუშაობ? რა? ჩამოდიხარ? მე ვიცი ვინ არის მალხაზი. შენი ქმარი, ხო? ხო, ოღონდ ყოფილი ქმარი ჯემა. თუ ყოფილია რა გიგირავს მე. ჩამოვდივარ. მინდა გადავაფიქრებინო. რატო უნდა გადააფიქრებინა, ბავშვები მოენატრა და ჩამოდის. რომელი რეისი ჩამოდი? უკაი რა, რეებს მეკითხები ჯიმა, წადი რა, თავი დამანებე, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. აუ ჯიმა დაკოქე რა მაგ. დასმო. ვაიმე, არა, მაშინ აფოზრები ვიყავ. თან დარწმუნებული ვარ, რომ თამუსიამ დუტას გაუკეთა ჯადო, იმიტომ რომ ძალიან ხარისხიანი მკითხავები ყავთ აჭარაში, ხო იცი? ხო, მართალია ქრისტინე. ეს ქალი არის დაუნდობელი, ჩათლახი და სასტიკი. ამიტომ ჩვენ და დავიცვათ ლაფიგარო ყველა ნაბოზრისგან. ხო, ამიტომ ჩვენ და დავიცვათ ლეფიგარო ყველა ნაბოზრისგან. ხო, შენ მომისვენე? ჯიმასგან გაიგებ, რომ მოსალონში ბრძანდება პატარძალი. მერე? და მერე დემურას დავაყენებთ. ვაიმე, რა კარგია რომ მოხვედი. მე რა ხდება? თუთას მოვიდა რამე. რა კარგი რა შენც მოხვედი ჯიმა. ვაიმე, ხალხო, ვაკის პარკში მყავდა და ვერსად ვერ დატოვე ბავშვები. გიას ვერ პოულობ. გამოცხადება მქონდა. დუტა გამომეცხადა. თეთრები ეცვა, ხელში მიკროფონი ეჭირა, აი იქ იდგა და გროტესკულად ლაპარაკობდა რუსთაველის თეატრის პონჩი. ხალხი სად არისო? რას დაამსგავსეთ აქაურობაო? მერე? მერე მე უთხარი ბატონო დუტა, ფული არ ქონდა რომ აგვემუშავებინა მეთქი. კი, მაგრამ ვერ მითხარით, წყლეთში მიდევს 9000 ლარი და აიღეთო. წყლეთში სადო? განჯინაში. მერი მაქსის სულელების გამო შეგყურებია ყველა. კარგით რა ბავშვებო რა, ძალიან ზღაპრებსყობა ეს ბებია წარმოდით. მინდი რა გაატანე წყალსა შენი სიზმარი და დამშვიდე ძალიან გთხოვ. მოკლედ სანამ დუტას ვიპოვიდეთ, რამე შეუკვეთა ორიგინალურს და გემრიელს. კი ბატონო, მიმტანიც ახლავე მოვა. ისმენთ, შუადღამშვიდობის არის შემიძლია გემსახუროთ? უკაცრავად თქვენ არა. ამ გოგონამ მინდა ჩემი შეკვეთა მე. მე რომ მიმტანი არ ვარ. ხო მიყავე. ეგ ადრე იყო. მე რა მაინც შეუძლია შეკვეთის მიღება. აქ რა ხდება? რა ხდება და ქრისტინას მე მგონი შეკვეთის მიღება უტყდება. რაო?
რა სისულელეა, საერთოდაც არ მიტყდება რა. მოიწმინოთ. შეკვეთა მინდა. ხომ ხედავთ რომ საუბრობთ. ნებებთ. ნორვეგიულ შნიცელს. თან ხორციც გნებავთ. მაშინ მოითმინეთ და დაგველოდეთ სანამ რაღაცებს გავარკვევთ. მადლობთ. პატარა გოგო, მომისმინე, შენ თუ შეკვეთის მიღება გიტყდება საერთოდ რესტორანში რატომ მუშაობ? მე ჰოსტესი ვარ და არა მიმტანი რა. უკაცრავად. თუ ყურადღებას არ მომაქცევთ, ეხლავე დუტას დაურეკავ. ავი მანაც ეგრევე არ გიპასუხოს. რა ხდება რა ამავია? რატო ქრისტინას შეკვეთის მიღება უთხრდება? საერთოდ ჩემ შეკვეთებს არავინ ღებულობს. მე ძალიან დიდი ბოდიში ახავე მოგაქცევთ ყურადღებას. ნორვეგიული შნიცელი. არა, მე მიმტანი არ ვარ. ამას ვამბობ მეც ამდენი ხანი. ერთხელ რომ მიიღო შეკვეთა რა მოხდება ვერ გავიგე. მომისმინე? ქრისტინე არის ჰოსტესი და შენ ხარ მიმტანი. აი ამ კაცმა თხოვა შენგანი და შეკვეთაო და რა პრობლემაა? მე არ მაინტერესებს ამ კაცმა რა თხოვა. მის კომპეტენციაში ეს არ შედის. დარე წამოდი. მოდი ქრისტინე. ძალიან მაგად გავერთობთ ხარ? რა იყო დედიკო რა გჭი? კაი რა რეფსიგონე პატარა კაი რა. ერთი. ორი. მოიცა? აუჯი მამიდი რა რეკავენ. ხო მერი? ხო. რა ხდება? ხო, კაი. ეხლა გამო. კაი. კი დამშვიდი ხო. ჯიმა მერი იყო რესტორანში. ვაიმე რა გიზმავს? კაი, დედი არა უშევსახასში მივხვდა. ხდება რაღაცა გვეჩქარება. კაი რა ჯიმა მოიცადე. რა ხდება? სად არის გამაგებინეთ? ვიცით და გიმალავთ ჯიმა. ას მიმალავ შენი ნერვები მაქვს მე კიდე. კარგი ჯემა დაწყნარდი უფლისხელობით გამოჩნდება მას აწავ. რა იყო? რამე ნახე და მე გეტყვი. უკაცრავად არ მუშაობ? კი, როგორ არა მოგძანდით. უბრალოდ რაღაც შეკრება გქონდა და წავედით. მეც მომაწევინე რა ჯიმა. შენ რა სიგარეტს ეწევე? არა, მაგრამ ძალიან ნერვიულია ხო იცი. რატო? რავიან არ დაგჭრას, ან არ მოკლას, გიჟებიანიან ხო იცი ეს ნაუმრი. სხვათა შორის ჩემი ძმა არის ჯერს. კაი, მაპატია, ჩემი ქმარია გიჟი. შენ უნერვიულო, მაინც არ მოგაწევინე. ერთ ნაპასაც არ დამერტყავინე, ხო? არა. ვინ არის? ის არის. უპასუხე. არ შემიძლია მეში. უპასუხე. მაინც ვერ უპასუხებ. მაშინ მე უპასუხე. ალო. სად გვდივარ და რესტორანში. რა. ხარაშო. უმერე. ვაჩვენებ მაგას. ხარაშო. ვაჩვენებ, ხო ვაჩვენებ. ქრისტინა, დაწყნარდი რა გატირებ, ჯერ არაფერი არ მოხდა რა, დარე მართალია. თუ მოხდება მე კი ერთად ვიტიროთ ყველამ, ხო? რაოს ad გავიცანი ქრისტინე რა მითხარი? აქ გავიცანი რესტორანში. თუ დაიძაბა სიტუაცია მე ჩავერიგოთ. მომისმინე, ერთი წამი, მომისმინე ხალხო. კაცმა გასაგება თქვა რომ ჩემი საქმეა და მე თვითონ მივხედავ სად ერევით. რატომ ერევით? და ვიგეთ აქედან უყუროთ, ხო? იცი რა? აი წადი და შენი საქმე გააკეთე. ვიგე ხვეწება შედი. და ბოლოს რა, რუსლის ოსტრო დრაკონად აკითხული არა გაქვთ? კარგი რა. შენ არა, ვირფასო, შენ აი ქრისტინე დაждდება, თუ რა თქმა უნდა შეძლებს რომ შეუთავს ისე. შევეცდები ალბათ. თუტა ბატონო. შენ მიხედავ Facebook-ს და საერთოდ რეკლამას მიმიხედე, ყველაფერს მე ხო არ გავაკეთე, მაგრამ ცოტა თქვენს გაანძრიეთ ტვინი რა, გეხვეწები რა. და ნუ მიყურებთ ესე გაოცებულები, რა იყო, რას ვიძახი გაუგებარს, გამაგები. და შეკვეთებს ვინ ატარებს? მაგას მოვაგვარებ როგორ მელიკა? მას ბატონო დანარჩენება რა ვქნათ? დანარჩენებს საჩუქრად გადმოგეცემათ ზაგსულები კანარის კუნძულებზე. წავიდა ახლა ყველა მიმუშავა სარდარეულოში, ხარა. გავიხსნებით სადაცაა, რა. დემო.
რესტორანი Le Figaro გისმენთ. სერვისის გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი ოპერატორთან იწერება. თუ არაფერი, იმის მერე მარტო ერთხელ დარეკა. რაო მერე? ბავშვებს ელაპარაკა, მე არ მელაპარაკე. იცოდე თუ რამე გითხრა, არ დამიმალო. მერე უარესი იქნება. არ დაგიმალა, არა. დაიფიცე? შენ სიცოცხლის გიფიცე. რესტორანი Le Figaro გისმენთ. სერვისის გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება. თუ ალო, გამარჯობა, რით შემიძლია გემსახუროთ? დიახ, გისმენთ. ბატონო, სად გაიჭედეთ უკაცრავად? თქვენ მოხვდით რესტორან Le Figaro-ს ადგილზე მიტანის სერვისის ნომერზე. დიახ, როგორც ჩანს შეგეშალოთ. არა, ლიფტიორი ჩვენ არ გვყავს. მე ქრისტინე. ზრდელი ნახე რა. დიახ, ოღონდ კიდევ ერთხელ გამიმეორეთ შეკვეთა თუ შეიძლება გადავამოწმებ. კატიკო არ მოსულა? კი ბატონო, იმედია კმაყოფილი დარჩებით, დროებით. სად არის მართლა კოტიკო? ლემას ეცოდინება. ნუ პრინციპში ლიკაცაც. იქნებ რა ჭირს ცოტა. ფეხზე არ კიდიათ რა ჭირს ან სად არის? რაც უნდა ისჭირდეს. რა ხდება, აბა როგორ მუშაობს მიტანის სერვისი? დელივერი. ძალიან კარგად. დღეს უკვე დილიდან მივიღე 3 შეკვეთა. დილიდან 3 და მე კარგია ეხლა. კი, ძალიან გუში მთელი დღე მქონდა 1 ზარი მარტო. ეს ნუ გამოცვალოთ რა. მობილური ამოვაკეთე. შინამე ქალაქის ტელეფონის ნომერი გვინდა ისეთი საკაიფო. ადვილად რომ დაიმახსოვრე. ჩემთვის სულ ერთი. რამე დამალევინე ძალიან სულოთ რა. მე? ხო. ახლა. ეს მოიხოდა ხო უკვე? აი გამოსირებული. მაიკო, რა სახე ჩამოგტირის? 1 საათია ვურეკავ ჯიმას და არ ჩანს. მერე? აქამდე უნდა მოსულიყო დიდი ხნის წინ. აი, იქნება არ ესმის რა ისტორიკა. არა, ძალიან ცუც მიგრძნობს გული და არა, ძალიან. ეგ გოგოსთან ხო არ ერთობა? ძალიან სასაცილოა რა. რა ხდება? ნაცია რა მოხდა? კარისმა გამაკონო. სად არის ვისა? ლიკა სად არის? გავიცი, დააყარეს მაგანტა. ჯიმა? დიახ, გისმენთ. 1 საათი უნდა ბატონო. არა, ეს ხომ ფასტ ფუდი არ არის, რესტორანია. კარგი. კიდენ არ როა? ხო, ძალიან იმის მე არ გამოჩენილა და ის დეგენერატი სად არის? ვინ ჯიმა? აი, მე დემურა ჯიმა რა შუაში. მე რა ვიცი. ჯიმა, სათხარ 2 დღეა გელოდები, რომ მომენატრე, აი. რა გჭირს ჯიმა, ცუდად ხარ? რა გჭირს, რა დაგემართა ადამიანო? 2 დღეა გელოდები. დაყარო. რესტორანში მივიდა დაკმადიშო. არა, ორიგინალური ხარ? ბავშვებთან ერთად გაერთობიან რა. ხომ რა იხარ, ძალიან ნახე რამდენი საქმე. არა, ეხლა არ გეუბნები რომ მორჩები მაშინ. არ ვიცი როდის მორჩები. კრისტინე რომ მორჩები მაშინ. კაი, მე ვილაპარაკოთ მაშინ რომ მორჩები, აი? ამერიკაო. კაი, რა გეხოცები ხე შემეშვი რა. Hey, привет. Hello. რატომ გიგებს, ა? არაფერი, სახალხო ვიდეოა. ვინ რას აპირებს ახალწელს? აბა რას აპირებ მითხარი? ა? რას აპირებ ახალწელს? რა ცოლთან და შვილთან ერთად გავერთობთ. ცოლთან და შვილთან? ვა. დიახ. ცოლი. რა არის? არაფერი. არა. წარმატებები აბა კარათი ყავით. არა. Привет, Александра. რა გინდა რომ მოხდეს ახალწელს? ახალწელს? მინდა რომ თავი დამანებას. თავი დაგანებოს? მახაზი უფრო გიყვარს თუ ჯიმა? აი,